წლების მანძილზე პროექციის გადაღებებს შორის განსაკუთრებით მახსოვს ის გადაცემები, როდესაც აი ესეთ გადაღებაზე მივდიოდი. როდესაც მიდიხარ რესპონდენტთან და იმდენი ემოცია გაქვს ერთდროულად. ყოველ შემთხვევისათვის ჩემი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარია ეს დღევანდელი ჩემი სტუმარი, თავისი ოჯახის წევრებით, თავისი ისტორიით, თავისი გარემოცვით, თავისი თაობით, ყველაფრით ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მარტივად გეტყვით, დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია, გადაცემა პროექციაში, მაკა მახარაძე. დაელოდეთ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, რომ დრო დამეწეთ კალენდარმა. მოგესალმებით. მეც მოგესალმებით. როგორ ძანდება? კარგად, არ ვიცი. არა მიშავს. ხან ესე. ბოლო დროს ძალიან აქტიური ხარ სოციალურ ქსელში, მადლობა თავს. გაგთხოვა პერიოდულად ჩართვა. მქონდა, აღარ. მქონდა თქოს. ხო, არა, რაღაცნაირად აღარ მომინდა. თემურის შემდეგ აღარ მომინდა არაფერი აქტიურობა საერთოდ. ვისაუბრებთ აუცილებლად მაგაზე. საერთოდ ძალიან მოტივირებთ გადაღებაზე. სუმიტრიალებდა კითხვა, როგორ დამოკიდებული ვართ ჟურნალისტიკის მიმართ, ამ პროფესიის მიმართ და საერთოდ თუ მეგობრობთ თქვენ ერთ-ერთ ცხოვრების მანძილზე ამ პროფესიის და ამ პროფესიის წარმომადგენლები. ხა მეგობრობით არ მგონია შეიძლება არ მახსოვს რაღაც ყოველ შემთხვევაში მეგობრობით არა, მაგრამ არის გარკვეული ხალხი, ვისაც ვცემ პატივს და არის ზოგი, რომელიც ნერვებსაც მიშლის დაუშვათ. მე მაღაზიანებს როცა ერთგივე შეკითხვას უსვამს აბსოლუტურად ყველას ეხლა მაინც ამ სიტუაციაში, ხო, ყველას ერთგივეს ეკითხებიან და მოკლედ. გასაგებია. გაქვს სტუდია. და მე მგონი არაერთი წელია. 1997 წელს დავარსდით. 97. დიახ. აი დიდები ვართ უკვე. კი, საკმაოდ ხანი უღუპე. 2 წელიწადში ვიქნებით 30 წლის. არის პროფესიის მიმართ ინტერესი. იცი, ეს არ არის პროფესიული სკოლა. და აი ასეთი ტიპის სტუდიები არაპროფესიული, სამოყვარულო. ძალიან ბევრია, სხვა შორის, უამრავი თბილისში. რაც მე ძალიან მახარებს პირადად. ეხლა ზოგს შეიძლება ეგონოს, მე განვიცდი და რატო და რაღაცა არა, მართლა არ მაქვს ეს გრძნობა, პირიქით მიხარია. რომ ამდენ ხალხს უნდა, ამდენ ადამიანს სურს, რომ თავისი შვილი თუ შვილიშვილი აზიაროს ამ ხელოვნების დარგს. აზიაროს და პლუს კიდე ამას ეს ხო არ არის მარტო ძელთან დგომა. ეს არის სპექტაკლები, ეს სადაც ყველა მონაწილეობს, ჩვენი ბავშვი შეუძლია თუ არ შეუძლია, მე გულისხმობ მონაცემების მიხედვით არ ვიღებთ ბავშვებს ჩვენ. ყველას, ვისაც უნდა, ვისაც აქვს სურვილი, მშობლებს თავისთავად. და პატახა გოგოები ყველა სარკესთან დგას და იპრანჭება და ცეკვავს და ბარელინობა უნდათ და ბანელირობა რაღაცებს. ხო და სულ ცეკვავს რომ მოიყვანეთ ხო მაგალითად იცით სულ ცეკვავს სარკესთან. ეს არ მიკვირს. მე მიკვირს უცბად როცა ძლევოსნები ხდებიან გოგოები ან ჭიდაობენ, ეს უფრო მიკვირს, ასე ვთქვათ და ხო ეს მიკვირს და ის რო გოგო სარკესთან დგას და იპრანჭება და უნდა რომ ეცვას ეს ლამაზი კაბები და რომელიც ცხოვრებაში ეხლა კი არის ეს უფრო მე რასაც ვხედავ ეხლა ჩემ ბავშვობაზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს. უფრო შემდეგ თაობებსაც არ ქონდათ ამის არც საშუალება ასეთი კაბები ქონოდათ, როგორიც ეხლა აქვთ ბავშვებს ზეიმებზე დაყავთ, როცა ლამაზად ჩაცმულებს მოკლედ. არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ბალერინობა კიდე სხვა თემაა, ვითომ ბალერინობა. ხო და ჩვენ ვაზიარებთ არა მარტო ბალეტის მიმართულებით ბავშვების შეყვავს ხელოვნების ფართოდ ხელოვნების
მუსიკა არის აქ ჩართული, რა თქმა უნდა, აქ არის ჩართული მხატვარი, რომელიც აფორმებს სპექტაკლს და აი აქ იხარშებიან ამ იმაში. ხო და ახლა კიდე ახალი მიმართულება გვაქვს ჩვენ გვაქვს არტ თერაპია კიდევ დამატებით არტ თერაპია ასაკობრივი კატეგორია არის 3 წლიდან ახლა ბოლოს დიდები არიან 12 წლის დავუშვათ რომელიც ამთავრებენ მაგრამ არ უნდა წასვლა ძალიან მიხარია თან და თან გული წყდება რომ მიდიან როცა მიდიან უკვე ამდენ წელი ჩვენთან ერთად რო არიან და რომ მიდიან ძალიან ეს არის ძნელი ჩვენთვისაც და მათთვისაც ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებენ ხატავენ ძერწავენ აცხობენ პიცს პატარა პიცებს აკეთებენ ორთხოვილებს და ასე შემდეგ და ფქვილში არიან ამოთხრილი და ბედნიერები არიან ამით იმიტომ რომ სახში ალბათ არ აძლევენ ამის უფლებას იმიტომ რომ მოითხოვება ყველაფერი ხო და ეს ყველაფერი ერთად იძლევა ხო აი მაგალითად ახლა ერთი ეპიზოდს მოგიყვებით პედაგოგებმა სპეციალისტები არიან რა თქმა უნდა ჩვენ არ ვასწავლეთ ამას არ ვამეცადინებთ ამ მიმართულებით ძალიანაც მინდა მაგალითად მაგრამ ვერ ვახერხებთ რომ ვასწავლოთ სუფრასთან მოქცევის ჩვევები რომ დანაჩანგლის ხმარება დავუშვათ როგორ და ეს კარგი იქნება მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვაბით თავი თუმცა გაზაფხულზე ქონდა ეზოში გაკეთებული კაფე ვითომ კაფე მაგიდები დგა რამოდენიმე მაგიდა ნაწილი ბავშვების იყვნენ მომსახურე პერსონალი რომელზეც იღებდნენ დაკვეთებს მაგიდებიდან და მე მოუტანდა ეგ წვენს და ნამცხვარს ნუ როგორ ხაჭაპური ხო მე ცვლიდნენ ადგილებს რომ ისინი ემსახურებოდნენ ესენი იყვნენ სტუმრები და ახლა ამ ვარიანტში მივახციეთ რაღაცას რომ არ უნდა იხმაურონ რომ ყვირილი და ეს არ შეიძლება რომ თუ დაძახება უნდათ ოფიციანტის როგორ უნდა დაუძახონ და ასე შემდეგ ეს ბალეტისგან შორს არის მაგრამ ცხოვრებასთან და ცხოვრებისეული ჩვევებით საუცილებელია ადამიანისთვის. აბსოლუტურად სხვა თავდაღირად დადგა დამოკიდებულებებიც და ახსნის მეთოდებიც. ამას ყოველგვარი ნოსტალგიის გარეშე ვამბობ, ორივე მხარეს ალბათ იყო რაღაც სადებითი და უარყოფითიც და არ შეიძლება სამხრეთ შეფასდეს რა თქმა უნდა. როგორ ეგუებით ამ ტიპის სიახლეებს თქვენ აბსოლუტურად სხვა კულტურაში, სხვა მოცემულობაში გაზრდილი მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ არაჩვეულებრივი ბავშვობა გქონდათ. საინტერესო ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ კულისებში ვიზრდებოდი. მარტო მე არ. თქვენ როგორ თავსიახლებს? რომელ საფრთხეს და ყოველდღიურობაში არის სიახლე? როგორ, ნუ დაუშვათ არ ეგუება ვიღაცა რა მე. ის ცვლილება მაინც ხდება. რაც არ უნდა ვაპროტესტოთ და არც მე არა ვარ ადამიანი რომელიც გავაპროტესტებ რამეს ზედმეტათაც თუმცა მახსოვს იცი დედასგან მეტყვი რა რჩება გახსოვს დედასგან კაცო მეუბნებოდა ხშირად რომ მიმტევებელი უნდა იყო გადავხტივნა რა ვიცი მე ვიცი ხტუნაობა ძალიან ლაპარაკის როცა მე რატომ მეუბნებოდა მართლა არ მახსოვს ვის არ უტევებდი აი ეგან ვერ ვიხსენებ მაგას. დედა მიმტევებელი უნდა იყო, მიუტევე, ვის მიუტოვო კაცო. არ ვიცი, ვიღაცას ალბათ ყველათ არ მეუბნებოდა. დასრულ ასაკზე ვლაპარაკობ. ბავშვობაზე კი არა. ხო და არა, დედა ცოტა უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მამა, თუმცა რომ უთხარი ერთხელ უკვე მე ძალიან მერე მე მკაცრი ვიყავიო, ძალიან გაიკვირვა. საინტერესო ხო ის მამას უთხარი ერთხელ, რატო იყო მკაცრი მეთქი და რა მოიგონა? რა საერთოდ მკაცრი. არ შეინიშნება. ხო, არა, შედარებით მკაცრი იყო, ესე იგი,
ნუ ჯერ ერთი ბავშვს ზის დედა. მოდი ასე ვთქვათ. ეხლა არა, აი დღეს რო აღარ არის, აი ეს ცვლილება, რაც ეხლა რაზეც საუბრობთ, გადავხტი და გადმოხტი, მაგრამ არაჩვეულებრივია. ვეთანხმები. აი ეხლა აქ მაგალითად სტუდიაში წინა წლები და თავიდან მამა თუ მოიყვანდა კარში შემოუშვებდა და არ შემოყვებოდა და დააბინავებდა ასე ვთქვათ. იშვიათად ხდებოდა. ეხლა ისე მიხარია რომ ხედავ გარეთ განან მამები და ელოდებიან. აი არაჩვეულებრივია ეს, ძალიან კარგია. მოყავთ ზოგი ერთს შემოუშვებენ, მეორედ იმაში ყავთ ეტლში. იცი რა, ერთი თაობით წინ კი არ არიან ახლანდელი ახალგაზრდობა ჩვენს 30 თაობით წინ არიან. გაიგე, ის რასაც ჩვენ კითხულობდით სიტყვაზე, აი თინეიჯერობაში უმეტესად, ხო? ის წიგნები საერთოდ აღარ არსებობს მათ თვალსაჩინოში. კითხულობენ ძალიან ბევრს, მაგრამ სხვა ლიტერატურას, სხვა მუსიკას უსმენენ, სხვანაირები არიან საერთოდ და არ გვინდა ჩვენ ამის გაგება გენაცოლი რატო? ჩვენ რო ვიყავ არ შეიძლება ესე. ჩემი აზრით არ შეიძლება. რაც არ უნდა გააპროტესტო, დაუშვათ, ხო, ვიმეორებ ხარ რაც თქვი უკვე. რაც არ უნდა გააპროტესტო, ეს ასეა. ასე იყო ყოველთვის, მაგრამ ახლა აი ამ ტექნოლოგიების წყალობით, ხო, გადამხტარები არიან 30 საუკუნით წინ. ძალიან წინ არიან ჩვენზე. ჩვენ ვცდილობთ რაღაცას მაშვებით ამ მობილურებში, ამ კომპიუტერში რაღაცა ვცდილობ ძალიან მეც და ვცდილობ რომ მაინტერესებს და იმიტომ მეც ახლა იმ დონეზე ვერა ვარ რა თქმა უნდა როგორც ახალგაზრდები და მე მომწონს ძალიან სხვანაირი მაგრამ ბევრად უფრო გახსნილი გონებით ახალგაზრდობა ბევრად უფრო მე ასე მიმაჩნია ახლა და ვისაც სხვანაირად მიაჩნია სხვანაირად მიაჩნდეს ფიქრობ რომ ბავშვობა რეალურად არ ძალიან საბაზისო ამბავი რომ დანარჩენ ცხოვრებას გავუყოთ გეხმარებათ თქვენ ბავშვობა დღეს ძალიან ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ და როგორ არ მეხმარება ალბათ მეხმარება რა თქმა უნდა რა თქმა უნდა საბაზაიდან მოვალთ ვიცი რა მეხმარება და ის არ დაგავიწყდება რა გამახსენდება როგორ არა მაინც უმეტესად მახსენდება თეატრში გატარებული ბავშვობა სადაც მეც მონაწილეობდი სპექტაკლებში გენაცვალეებში სპექტაკლებში თან ნუ უბრალოდ ერთში პირველად რომ დავდგი ფეხი სცენაზე ეს შემთხვევით იყო იმიტომ რომ ოიდიპოს მეფე მიდიოდა სპექტაკლი აკაკი ხორავა იყო ოიდიპოსი აკაკი ვასაძე იყო ოიდიპოსი და ეროსი მანჯგალაძე მაგრამ მე მომიწია გახდა ავად ბავშვი რომელიც მისი და შვილი ესე იგი ეს ასეთ ხელებით ფოტოც გადამიღეს ალბათ იქ ფოტოგრაფები ხო იყვნენ თეატრში ყოველთვის თეატრის ფოტოგრაფები და ეს ვარც მახსოვს არაფერი არაფერი არ გავყავდეთ სცენაზე და ასე ვიდექით ოიდიპოსთან ერთი მხრიდან თუ ორივე მხარეს ვიდექით დები არ მახსოვს ახლა ეს ნამდვილად ვინ იყო ის მეორე ის არ მახსოვს არც იმდენად ასე ვთქვათ შეგდებულები ვიყავით ახლა იმ ვიღაც გახდა ავად და მერე უკვე შემდეგ უკვე როლი მქონდა გენაცვალე სპექტაკლში სადაც ჩემი მშობლების შვილს თამაშობდი მაშინ ცოლ-ქმარი იყვნენ თავისთავად მაგრამ სპექტაკლში განქორწინებულები იყვნენ გადაცილებულები და ასე მოხდა კიდევაც ბევრი წლის შემდეგ ხო და დედა ტრადიციულად შეიძლება ითქვას თამაშობდა რამაზ შიკვაძის შეყვარებულს თითქმის ყველა სპექტაკლში იყვნენ პარტნიორები და თან საციყვარულოები ჰქონდათ და ეთყობა ეს ძალიან მომწონდა მე ეს მომენტი და მომწონდა თუ რა მოკლედ ჩემი პირველი სიყვარული იყო რამაზ შიკვაძე ეხლა სასაცილო ისტორიას გეტყვი
ეკა ჩხეიძესთან ვიყავი TV პირველზე, ეკას თავისი რუბრიკა აქვს და იქ ვიყავი, ну აი ეს საუბრობდით ახლა როგორც მე და შენ საუბრობთ და ვთქვი ეს რამ ყველგან ვამბობ, რომ რამას ჭიყვაძე არის ჩემი პირველი სიყვარული. 60 წელი განსხვავება მქონია დაახლოებით. მე ოშენ დაგელოდებიო მითხრა რამაზმა და მე ნატაშა შეხვდა და ვიღარ დამელოდა. ხო და ეს რო თქვი გადაცემაში. ვიღაცას მოუწერია რომ არის როგორ შეიძლება ამის გახმაურება? არცხვენია ამ ხელა ქალსო. არცხვენია ამ ხელა ქალსო. ამ ხელას ასაკს გულისხმობდა. ხო არცხვენია. ხო და მოხდა ისე რომ ერთხელ დედას დააგვიანდა სპექტაკლზე მოსვლა. მეორე მოქმედებაში შემოდიოდა დედა. პირველი იყო რაც თავარია ეს გახდა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლი. ესე იგი მე ფეხი დავტკი სცენაზე თუმანიშვილის სპექტაკლში. ხო და ძალიან სასიამოვნო ამბავია ძალიან. ხო და დედა იგვიანებს. ახლა რაღაც ჩაწერა ქონდა თუ გადაღება ქონდა თუ რაღაცა ქონდა, ტელეფონი იყო მაშინ თუ რა. ტელეფონი არ არსებობდა, მოგეხსენებათ კაიხანი. ახლა დროს სხვანაირია, ხო, ყველაფერი. აი ხო და ეხლა და არ მოდის ეს მედიკო და არის ერთი დიდი განცდები, რა ვქნათ და მე ვთხარი მე შევცვლი მეთქი. არა, მე არ მithkams, რამაზმა მითხრა ბოდიში ჭიყვაძემ, შენ ხوار შეცვლდი დედასო. ეხლა ვარს როგორ ვეტყოდი, სასიყვარულო სცენები იყო თან იქ. იმ დროინდელი სასიყვარულო სცენა რას ნიშნავს, იცი? რომ ვითომ კოცნია რა თქმა უნდა, აი ესე ხელს მიიფარებდნენ. და ნუ ხო, რომ მაყურებელი არ აღებებული იყო. ხო რა ერთი პრობლემა მქონდა ოღონდ რომ კაბა მექნება გრძელი. ვიყავი 6 წლის. მოკლედ დედა მოვიდა და არ დამცავდა. არ უნდა მეთქვა ესეთყო. ეს და ეს ბავშვიდან თეატრთან სცენასთან გადაიყვეთ და ბალეტი ჩვენი ოჯახის ის იყო. კერპი იყო ბალეტი ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის სალოცავი თემა იყო. ჯერ ერთი მამაჩემს დამთავრებული აქვს ქორეოგრაფიული სტუდია იყო მაშინ. არ არსებობდა ჯერ სასწავლებელი, აი ჩვენ ჩავაბარეთ სტუდიაში, სასწავლებელში. ეს იყო პირველი თაობა, პირველი კლასი, როცა ჩვენ ჩავაბარეთ 59 წელს. მანამდე არ იყო სკოლა. ხო და იყო სტუდია და იგივენაირად მეცადინეობდნენ ჩვეულებრივად ყველაფერი იყო ესე და მამამ დაამთავრა ეს სტუდია და უკვე უნდა მიეღოთ მასში თეატრში. მაგრამ თეატრალურ ინსტიტუტი გვერდზე რო იყო ხორავასა და ჭაბუკიანს შორის ასე იყო კოტე და ხორავამ გაიმარჯვა. ხო და მის გულში. თუმცა მთელი ცხოვრება ჭაბუკიანს აღმერთებდა მართლა. ხო და დედას არაჩვეულებრივი მონაცემები ჰქონდა საბალეტო. არაჩვეულებრივი, მაგრამ ბაბუა ჩემი იყო ექიმი, ახალგაზრდა ექიმი, რომელსაც ხანიკ დანიშნავდნენ, ხანიკ და გაუშვებდნენ აბაშაში მაგალითად. იქ სადღაც მე ლენინგრადში იყვნენ, იყო მივლინებული ბაბუა და ბავშვიც დაღავდათ თან დედაც და ბიძაჩემიც. ხო და ამიტომ დედას არ დასცავდა, ასე ვთქვათ და ამიტომ დიდი სიყვარული იყო ბალეტი მესმოდა ჭაბუკიანი, კიკალეიშვილი, წიგნაძე, რომელიც მერე ჩემი პედაგოგი იყო, მარიამ ბაუერი და ასე შემდეგ. როდესაც იკრიბებოდით ყველა ერთად, აი ეს ისეთი საინტერესო სცენა რაღაც პასტორალური რომ მთელი ოჯახი იკრიბებოდით ერთად, ალბათ რა ხდებოდა. ხო, არა, ეხლა რო გითხრა რა ხდებოდა, ჩვეულებრივი ამბავი იყო.
იციან ხომ თქმა, ცნობილი სახეები თქვენთან ცნობილი სახეები თუ იყვნენ, ჩემთვის არ იყო ეს. არა, მე უბრალოდ გიყვები. ჩემთვის იყვნენ მშობლების მეგობრები და არა ცნობილი სახეები. ჩვეულებრივი რამე. მაგრამ ხომ არ ცნობიერთ არა. კი. ეს არ ჩვეულებრივი. მე ხო ეს ყველაფერი განსაკუთრებით მახსენდება მოგონდეს მარტო ოჯახი არ იყო დედას 50 წლის იუბილე. და შემდეგ მაშინ რესტორნებში არ იხდიდნენ არაფერს და ამ საღამოს შემდეგ სახლში იყო ასე ვთქვათ ბანკეტი. დედას გაკეთებული იყო ყველაფერი. დედას ეკეთა წინსაფარი და ემსახურებოდა სუფრას. დედა საოცარი, ახლა ეს ყველა მითის მე მგონი საოცარი ის იყო ხელი ქონდა და უყვარდა მზადება საჭმლის ასე ვთქვათ ხო? ხო, მაგრამ არ უყვარდა რომ ეხმარებოდა ვინმე. ერთადერთი რაზე დაგახმარებდა შეიძლება კარტოფილი დამებწქვენი, ხახვი დამებწქვენი, ოღონდ მე უნდა დავჭრა. ხახვი. ალყა თხლაც ეს წვალილი ყველაფერი და აი ეს დამხმარე რაზმი ამ თვალსაზრისით გამოიყენებოდა თორე ისე თვითონ აკეთებდა ყველაფერს და აი ამ ბანკეტზე რაც ხდებოდა დაუვიწყარი როგორ არ არსებობდა მაშინ ეს თუნდაც ტელეფონები არც გადაღებული არაფერი საერთოდ აი დაუვიწყარი ის იყო ჯერ რამაზ ჩხიკვაძე იყო რა თქმა უნდა თამადა და მისი მოადგილე მოადგილე როგორ იქნებოდა ხა ჯანსო კახიძე ვინ ვის ასწრებდა ერთმანეთის გვერდზე ისხდნენ ეს ისეთი რამ იყო საერთოდ ის წარმოუდგენელი მათი აი ორთა ბრძოლას ვერ ვიტყვი მაგრამ აი მათი ერთად ყოფნა და როგორ რაღაცებს იხსენებდნენ, რაღაცებს იგონებდნენ. ხალხის კამებიდან ვარდებოდა სერიოზულად. სერიოზულად. აი, სული ეხუთებოდა ხალხს ისეთი მართლა საოცარი. ხო, ეს იყო, რა თქმა უნდა. სურათებიც გვაქვს ხოთა შორის, სადაც დაუშვათ ეროსი სულ ახალგაზრდა, დედა და მამამ თუ ახალი შეუღლებულები, მე ჯერ არ ვარ ის პერიოდია. ხო და ძალიან, რა თქმა უნდა, ძალიან მეგობრობდნენ ძალიან კარგი მეტი არაფერი მახსენდება. მე უკვე რომ წამოვიზარდე მე ვიყავი მთვარე ჭინჭრაქაში. პირველი შემადგენლობა იყო ნაძე ეგაძე, რომელსაც ქორეოგრაფიული ქონდა ასევე დამთავრებული და ნაძე იყო ჯერ პირველი. მერე იყო ნანა ფაჩუაშვილი. მაგრამ მერე როდესაც ბელა მირიანაშვილი ავად გახდა და ვეღარ იქნებოდა მზია ჭინჭრაქაში მთავარი როლი ნანა ფაჩუაშვილი გახდა მზია. მერე დამიძახეს მე ვიყავი 15 წლის. ასე რომ მაშინაც ეს ისეთი კონტაქტები იყო იქ ისეთი რაღაცა კულისებში განსაკუთრებით. გასტროლიც იყო ერთხელ მოსკოვში, ერთად ვიყავით და ძალიან ყველაფერი ეს ძალიან კარგი იყო. ყოველ შემთხვევაში კახი, ახალი მოსული იყო თეატრში, კახი. გავსაძე უდარ სახუცშვილი. ნუ დანარჩენები ყველა იცის ვინ არის და ეს საოცარი სპექტაკლი იყო ჭინჭრაქა უკვე ეხლა იპოვეს ყველაფერი და ააკოწიწეს და YouTube-ზე დევს მთელი სპექტაკლი. ის რომ ჯერ დედა ყვებოდა მახსოვს რომ გითხრაო მიშამო თუმანიშვილმა რომ ცხოველები უნდა იყო თქვენო. ხო ცოტა დედა ზინა კვერენჩხილაძე, ეროს მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი. ძალიან გაკვირვებულები ვიყავით ცხოველები რა და მე რა გააკეთა გოჩენი თორსანამ გადადებაზე შეგატახოთ საუბარ ჯამში რაღაც ინფორმაციას შეძებდი ბუნებრივია და ამომიგდო თქვენ და დათათავაძის ფოტო და გენიში და
საინტერესო ორი თავების შეხვედრა იყო ეს ჩვენთვის. ხო. საინტერესო. მეგობრო. რა თქმა უნდა. არა, რატო რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ვერ მეგობრობ. ძალიან მეგობრობ. ჩვენ დათა ჩემი პირველი შვილიშვილია და 39 წლის ვიყავი რომ გაჩნდა. და მე უკვე აღარ ცეკვავდი 38-ის დავამთავრე. და დათა გამიჩინეს, მაჩუქეს. იმიტომ თვითონ მეორე კურსის სტუდენტები იყვნენ და ახლა დღედაღამე თეატრალურში დღედაღამე არიან სტუდენტები. იყვნენ ყოველ შემთხვევაში, ახლაც ასეა. ხო და ძალიან იცი რაშია საქმე? არ შეიძლება რომ არ ამოუდგე გვერდში შენ სისხლს და ხორცს. მე ესე მგონი. ყველაფერში კი არ ვეთანხმები. დავუშვათ. შეიძლება ყველაფერი არ მომწონს, მაგრამ მის გვერდით ვარ აუცილებლად. იმიტომ რომ უფრო ძვირფასი ჩემთვის არაფერი არ არსებობს, ვიდრე ჩემი შვილები და შვილიშვილები. ჩემი სიძე, რომელიც ჩემი შვილია პრაქტიკულად უკვე რამდენი წელია ერთად ცხოვრობთ, ხო? ხო და მე ვითვალისწინებ ყველაფერს, ვითვალისწინებ ჩემი სამივე შვილიშვილის პოზიციას ვითვალისწინებ და გვერდში ვდგავარ. საერთოდ ახალგაზრდებს. თუ კი ეს საჭიროა. და მე ვფიქრობ საჭიროა. ნატაზე რას ნატაზე ვფიქრობ რომ კარგი გოგოა. ბავშვი? სხვა შორის დიდიც ასეთია. რასაც იტყოდა ის უნდა გაეკეთებინა. ის უნდა ყოფილიყო, არის თვითონ მერწყული. მერწყულები ესეთები არიან საერთოდ. ჩემი მეორე შვილიშვილი, ანუკას შვილი არის მერწყული. მაგრამ განსხვავდებიან ხასიათებს. ხასიათი ნატოს აქვს, ნუ იცი როგორ გითხრა. თავისი ის აქვს აი რაღაცნაირად სამყარო. ძალიან მარტივი წარმოსადგენია რა ზგრძნობ და რა ხედავთ, როდესაც გადიხართ ქუჩაში. ყველაფერს დავიდევთ. მე ეძახავს და კოტე მახარაძის შვილი. დივად. რას განიცდი? ზნობთ ხდება. კი, ხდება. ხშირად, ძალიან ხშირად. ქუჩაშიც რამდენჯერ ვთქვამთ მოსვლა და შემიძლია რომ არ გითხრათ მე თქვენ არ მიცნობთ მე არ გიცნობთ მაგრამ ის სიყვარული დედა დააფრქვია ყველას თავის დედა ეგონა მარტო ჩვენი დედა არ იყო რას ამბობენ იცი აი სითბო რომელიც მოდიოდა მისი ხმიდან აი ხმა ქონდა რაღაც საოცარი აი სითბოს აფრქვებდა სიყვარულს აფრქვებდა. ვაისეთი იყო. ხوار თამაშობდა. ერთხელ ჩაჯდა ტაქსი კი არა ესე რო აჩვენებდით მანქანებს ესე. და ჩაჯდა და ახლა გადმოდის მანქანიდან საუბრობდნენ ხა ძღოლთან და ხო და ტერესა ჩანთა გახსნა და ფულს აძლევს ამ კაცს და შევამჩნიეო რომ ცალი ფეხი არ აქვს. ხო და ქალბატონო მედია მე ფეხი არ მაქვს თორე სინდისი მაქვს. ესეთი ხო, კაი. და სადაც სამხარცი განსაკუთრებით დიდ სიმპათიას იწვევენ ადამიანებს ცხოვრები რომლებიც ბოლო წუთამდე არ იჩნევენ რომ მიცნოს. გასაინტერესო დეტალი მომყვა. ესე იგი, როდესაც ვშტები მანქანაში აი სანამ ფულის გადახდაზე არ მოდრო დახმაში კეშატი ხდება ეხლა რა და ქონია ძალიან ბევრი შემთხვევა როდესაც ფული გამოსდე ბოლო მომენტში მანამდე ხო არ გიცავ როგორ გეკეთე ძალიან საფასურა საფრთხე ეს ძალიან კონკრეტულად მახსოვს ეს კომუნიკაცია და ეხლა რაც შეეხება მამას რაც შეეხება
სამწუხაროდ ძალიან გულწრდებოდა ამაზე, რომ მაინც სპორტთან იყო ასოცირებული, განსაკუთრებით ფეხბურთთან, რა თქმა უნდა. და ნუ ხო თეატრში ნაკლები ხალხი დადის, ვიდრე სტადიონზე დაუშვათ, ხო? და ვიდრე ტელევიზიით უყურებ ამას ყველაფერს და ხარ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ბევრად უფრო პოპულარული სახეობაა, ხო? და ეხლა ამ ფეხბურთის აღზევების სასიხარულო აღზევების ფონზე მამას ყოველ ნაბიჯზე იხსენებენ. ისეთი ხალხით, რომ ნამდვილად დაიბადნენ მერე. ხო და ეს სიყვარულის ახსნები ხშირად ხდება ჩემ ცხოვრებაში, ჩემი მშობლების, ჩემი ძმის გამო. და მეც მეფერებიან. ამიტომ ალბათ. და ვისაც ალბათ უამრავ დაგროვისებაში, რომელიც ადამიანთა არ ყოფნას მოაქვს ადამიანებს, მაგრამ მე მინდა მაინც მომავლისკენ გავიხედო. მინდა ჯერთი ჩემი ძმა ივიკო მახარაძე, რომელიც კომენტატორია. მიცი ოჯახით ეს მინდა აუცილებლად ყოტე მახარაძე იუნიორის მამა. ივიკო. ჩემი შვილი ანუკა მურვანიძე, რომელიც არის ნუ გამორჩეული, ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში. პირველი იყო, ვინც მიიღო განათლება ვიზაჟის მიმართულებით მაშინ ჰოლანდიაში. აქ არ ყოფილა სკოლა. სკოლაც გააკეთა ანუკამ. ხო და მინდა ეს თქვა, რომ ბავშვების ხება არ ვარ გაო, მაგრამ მაინც მე შევაქებ. ჩემ შვილებს შევაქებ. სხვის შვილებსაც შევაქებ. ვინც შესაძლებია, ვინც არ არის შესაძლებელი, ჩუმად ვიქნები. მე უცბად გისურვებ, რომ რაც შეიძლება ბევრი პერსპექტივა და ბევრი მომავალი იყოს თქვენ ცხოვრებაში. გმერთ მაგას. ძალიან მადლობა და მე აი ეს მე ვსულ ამბობ, რომ რამდენიმე ინტერვიუ ვაკეთებ, რომელიც ჩემი გადაცემის არსებობის მანძილზე არის აბსოლუტურად შინაარსის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანი და ესეთი დიდი მადლობა. ჩვენ ვიხავთ. მოგწანდით საბალეტო დარბაზში. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა და მოვაჩერეთ. მადლობთ.